ბედის ირონია. შოთა რუსთაველს, რომლის გამზირზეც დღეს ადამიანებს მოსაკლავად იმეტებენ და ასისხლიანებენ, კარგი და ცუდი ამბები აქვს. ცუდი ამბები აქვს მათთვის, ვისაც დღეს აქციის მასშტაბი ეცოტავება. მან მე-12 საუკუნეში უკვე გიპასუხათ. 100,000-ს აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია. მან ასევე თქვა: მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია. დღეს ახალგაზრდები დგანან იმ გენიოსის გამზირზე, რომელმაც მე-12 საუკუნეში ასევე თქვა: ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვითქვით კირსა. ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა. ყოვლით სრუ და მოღალატე, ღმერთსა ჰგმობს და ეგრეთ სრულობს. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს, მოყვარესა მოყვარულსა. ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. უმსგავსო საქმე ყოველი, მოკლია მით ოხერია. სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა, მერმე ხორცსა. რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმა ვისმცა შეარჩინა. ავსა კარგად ვერ ვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერ ვინ იშობს. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი. კოკასა შიგან რაცას დგას, იგივე წარმოდინდების. და ბოლოს, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.